მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გამოშვებას Talk News. Სოლიდარობა მზია ამაღლობელს და ყველა სინდისის პატიმარს. ახალციხეში 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე ვულკანიზაციაში ერთი პირი დაშავდა. იგი კლინიკაშია გადაყვანილი. ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევა დღეს მოხდა, როგორც თვითმხილველები ამბობენ, პირი საბურავს ცვლიდა, რა დროსაც იგი გასკდა ღერძიდან მოძვრა და ხელოსანს მოხვდა. მათივე ინფორმაციით, პირი კლინიკაში გადაყვანისას უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. დაიწყო თუ არა გამოძიება მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ინფორმაციას მთელი დღის განმავლობაში ველოდებოდით. ახალციხელმა მოკრივეებმა საბა ნებაძემ და ანა აფრიამაშვილმა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ვერცხლის მედლები მოიპოვეს. ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. საბა ნებაძემ ვერცხლის მედალი 75 კილო წონის კატეგორიაში, ხოლო ანა აფრიამაშვილმა 57 კილო წონის კატეგორიაში მიიღო. ვაჟთა და გოგონათა შორის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ბათუმში ჩატარდა. უწყვეტი საპროტესტო აქციის 51 დღე ახალციხეში. მოქალაქეები ტრადიციულ დროს ტრადიციულ ადგილას დღესაც შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები მზია ამაღლობელისა და სინდისის ყველა პატიმრის განთავისუფლებასა და ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. 28 ნოემბრის შემდეგ უწყვეტი საპროტესტო აქცია იმართება თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებშიც. 28,500 ლარის დახარჯვას გეგმავს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია. ასპინძობა 2025-თვის, ღონისძიება 25 აპრილს გაიმართება. ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, ტენდერის მიმღებ კომპანიას ევალება სცენის და მიმდებარე ტერიტორიის მოწყობა და შემდგომ დემონტაჟი, 50 საქართველოს და 50 ასპინძის დროშის დამზადება, ცნობილი მომღერლებისა და ბენდის დაქირავება, აფიშების ბრენდირებული ქუდებისა და მაისურების დამზადება და სხვა. წინადადებების მიღება 12-14 მარტს იწარმოებს. ამავე დოკუმენტის მიხედვით თანხა სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა. სტუდია ვაშინგტონში გთავაზობთ ქართველი ქალის ისტორიას, რომელმაც 2 თვის წინ ლოს-ანჯელესში პირველი ქართული კაფე გახსნა. ეს არის ჩემი პატარა საქართველო და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი წილი საქართველოს უყოლას გვაქვს ქართველებს აქ ამხელა დიდ ამერიკაში. თუკი ნამდვილი ქართული გემოების გასასინჯად აქამდე ლოს-ანჯელესიდან შორს წასვლა გიხდებოდათ, ახლა ეს უკვე აღარ მოგიწევთ. ქეთიმ პატარა საქართველო ლოს-ანჯელესში ჩამოიტანა. გამარჯობა, ჩემი ნინი. ეკა და შორენა სად არიან? ბაზარზე 2024 წლის ბოლოს გამოჩნდა. ორ თვეში ქეთიმ ქართველებისა და უცხოელების გული ადვილად მოიგო. ქართულ კაფეს ყოველდღიურად უამრავი ადამიანი სტუმრობს. განსაკუთრებული ხალხმრავლობა მაინც უქმეებზე შეინიშნება. ძალიან დიდი გამოხმაურება გვაქვს ამერიკელებისგანაც, ძალიან შემოგვიჩვენენ მექსიკელებიც და ძალიან მოსწონთ ჩვენი გემოები და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამზარეულო იქნება მთელს ამერიკაში ქართული სამზარეულო, თუ რა თქმა უნდა კიდევ რაღაც ახალ-ახალი ობიექტები გაიხსნება. ქართული სამზარეულოდან ჩემი ფავორიტი ხინკალია. აქ თითქოს საქართველოში ვგრძნობ თავს. ქეთის სამზარეულოში ყოველი დილა ფუსფუსით იწყება. ეკა ხინკალს ახვევს, ნინი ხაჭაპურს აცხობს, შორენა კი ფხალეულობას კმაზავს. ობიექტი მომხმარებელს დაახლოებით 20-ზე მეტი სახეობის ქართულ გემოს თავაზობს. გურმანებს ადგილზე ქართული მზა პროდუქციის შეძენას შეუძლიათ. აქ დილიდან მადის აღმძვრელი სურნელი ტრიალებს. ყველაზე დაჭურცული დღეებად ითვლება პარასკევი, შაბათი, კვირა. როცა დილის 11 საათიდან საღამოს 10 საათამდე ხალხს ვერ გამოვლებთ ხოლმე. დღის მანძილზე სადღაც მიწევს 40-50 მხოლოდ იმერულის გამოთხოვა. და აჭარულის მოთხოვნილება ძალიან დიდია. კაფე საქართველოს გახსნამდე ქეთი უამრავ სირთულეს წააწყდა, თუმცა როგორც ის ჩვენთან საუბარში ამბობს, სირთულეებმა არ შეაშინა.
დაბრკოლებებმა ბრძოლის ჟინის შემატა და საქმეც ბოლომდე მიიყვანა. ძალიან ბევრი ცრემლი იყო, ძალიან ბევრი იმედგაცრუება იყო. აი აქ რო ვიღაც მეორე მეკავს და გეუბნება, რომ იქნებ შენთვის არ არის. აი იქნებ თავი დაანებო ამ იდეას, მაგრამ აქ ყოველთვის ყავს ადამიანი, რომელიც უმეუბნება, რომ მე აბსოლუტურად ყველაფერს შევძლებ. რეპორტაჟის გადაღებას ემოციების გარეშე არ ჩაუვლია. ძალიან მინდოდა რომ დედაჩემს და ჩემი შვილის იმედები გამემართლებინა. ქეთის ყველაზე შორს მიმავალი გეგმები საქართველოს უკავშირდება. უახლოესი კი ლოს-ანჯელეს, სადაც არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში ქართული სამზარეულოს მოყვარულებს კიდევ ერთ ობიექტს შესთავაზებს. გიორგი ჩუგოშვილი, ლოს-ანჯელესი. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს TokTV-G და Facebook გვერდს TokTV. გმადლობთ რომ გვიყურებთ. შეხვედრამდე. məhsullarının istehsalını və xidmətlərini əhatə edir. Rustavi şəhərində Inventin yeni filialında sizə aşağıdakı məhsullar təqdim olunur. Baytarlıq preparatları və biopreparatlar, heyvanlar və quşlar üçün kombinə edilmiş yemlər və konsentratlar, itlər və pişiklər üçün yüksək keyfiyyətli qida məhsulları, zooloji aksesuarlar, heyvanlara qulluq vasitələri. Invent baytarlıq sahəsində aparıcı şirkətdir. Rustavi filialına gələn müştərilərimiz heyvanlar üçün ən keyfiyyətli qida məhsulları, konsentratlar, preparatlar və aksesuarlar ala bilərlər. Rustavi filialı İstanbul bazarı ərazisində yerləşir.